აქამდე თეთრნულდის მთა თოვლის, იშვიათად ლამაზი ბუნებისა და მთის მოყვარულ ადამიანებს იზიდავდა. მალე კი მას სათხილამურო სპორტით გატაცებული ვიზიტორებიც ეწევიან. თეთრნულდის სამთო კურორტის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ალპინიზმი, ჯომარდობა, ცხენოსნობა, პარაპლანერიზმი, თხილამურებზე სრიალი. ეს არასრული ჩამონათვალია სპორტის იმ სახეობებისა, რომლებითაც ტურისტს 4-ვე სეზონის განმავლობაში შეიძლება დაკავდეს. პირველ ეტაპზე 5 საბაგირო სადგურის მშენებლობა, 18 სასრიალო ტრასის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობების, პარკინგისა და სხვა აუცილებელი ობიექტების აგებაა დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ჩატარებული არის დღემდე, ის სასრიალო და სათხილამურო გზები, წყალის მომარაგებით უზრუნველყოფა, ელექტროფიკაცია, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო სამშენებლო კომპანია და ინსტალაციაზე პასუხისმგებელი არის RMS-ი, ეს არის ავსტრიული კომპანია, რომელსაც ალპებში და მსოფლიოს ბევრ სხვა კუთხეში აქვს ძალიან ბევრი პროექტი წარმატებით განხორციელებული. სვანეთის რეგიონში სამთო კურორტზე მიმდინარე სამუშაოებს 26 სექტემბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. დავით შავლიაშვილის განცხადებით, თეთრნულდის პროექტი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროგრამების განხორციელების საშუალებას იძლევა. ინვესტორებისთვის იქნება ძალიან მომზიდველი მთლიანი ინფრასტრუქტურა და ჩვენ ვამზადებთ პროექტს მთლიანად განვითარებისთვის ამ რეგიონის. ტურისტი ისედაც სვანეთში ძალიან ბევრია და მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტის დასრულების შემდეგ ალბათ 10 ან 20 უფრო მეტი იქნება ნაკადი ტურისტის. გასაქმებული არის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია და შემოსავალი, რომელიც ამ კურორტიდან იქნება და გარშემო მთლიანი ინფრასტრუქტურიდან შემოვა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. თეთრნულდის სამთო კურორტის მშენებლობის პროექტს თეთრნულდ დეველოპმენტი ახორციელებს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, წამოწყებას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. მისივე განმარტებით, სამთო კურორტი ზამთრის სპორტის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. საქართველოში ჯერ არ არსებული ტიპის სათხილამურო გზები იქნება, არის უკვე მოწყობილი და ქართულ სპორტსმენებს ექნებათ საშუალება იმისი, რომ უცხოეთში გაუსვლელად სულყონ თავიანთი უნარები და ჩვევები იმისთვის, რომ შემდგომში ევროპის ჩემპიონატი იქნება, ოლიმპიადა თუ მსოფლიოს ჩემპიონატი, მიიღონ მონაწილეობა და მიაღწიონ წარმატებებს. თეთრნულდის სამთო კურორტის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია RMS-ი აწარმოებს. დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დასაქმებულთა 70% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობით ამ დროისთვის სასრიალო ტრასების მოპირკეთების 75% დასრულებულია. ასევე შენდება საბაგიროს 23 საყრდენი ანძა, სამანქანო გზა და სასრიალო ტრასა. კომპანია დაინტერესებულია და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ დავასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა. ამჟამად სამუშაოებზე დასაქმებული ყავს რამოდენიმე ადამიანი. შემდეგ, როდესაც ჩვენი სამუშაოები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, დასაქმდება უფრო მეტი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ თეთრნულდის სამთო კურორტის მშენებლობა არ დასრულებულა, სვანეთის რეგიონს მოგზაურობის მოყვარული ტურისტები ახლაც არაკლია. თითოეული აქ ჩამოსული ამბობს, რომ ეს არის მხარე, რომელიც ყველა ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახოს.